წარმოიდგინეთ დასავლეთში ტერმინიც კი შექმნეს ქაოსის ღერძი, რომელიც გამოხატავს კიმის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, რუსეთისა და ჩინეთის არაფორმალურ, მაგრამ მაინც ალიანსს, რომელიც მოწოდებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგადად დასავლეთის ჰეგემონიის დამხობისკენ და ახალი მულტიპოლარული სამყაროს შექმნისკენ. ამიტომ ბევრი მოლოდინი იყო, რომ ირანს, ისრაელმა და ამერიკამ რომ დაარტყა, რუსეთი და ჩინეთი მაშინვე ჩაერთვებოდნენ და მუსხლს გაავლებდნენ ამერიკას თუ ისრაელს. მაგრამ ეს ესე არ მოხდა. გაგიკვირდებათ და მეტიც ალი ხამეინი მკვდარია, რომელიც პირველივე დარტყმის მსხვერპლი აღმოჩნდა. სწორედ მაგ კადრებს უყურებთ ახლა. სანამ ომის ახლანდელ მდგომარეობაზე გადავალთ, აუცილებელია გავარკვიოთ რუსეთისა და ჩინეთის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან საინტერესოა. ალბათ არ გაგიკვირდებათ და ორივე ქვეყანამ დაგმო ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ქმედებები ირანის მიმართ. მეტიც ლავროვმა ისიც კი თქვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც იტანჯება ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სტრატეგიული პარტნიორიაო. ვიდეო. ყველა ვინც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის აგრესიისგან იტანჯება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ნახეთ, რუსეთსა და ირანს შორის არსებობს ყოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელსაც 2025 წლის 17 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინმა და მასუდ ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს. თუმცა ეს არც სამხედრო ალიანსია და არც რაიმე სახის ვალდებულება რუსეთისთვის, რომ დაიცვას ირანი. დოკუმენტი სამხედრო მიმართულებით მოიაზრებს საერთო წვრთნეებს, გამოცდილების გაზიარებას, გარკვეულ სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობას და მსგავს საკითხებს. ჩინეთთანაც დაახლოებით იგივე სახის შეთანხმებაა დადებული, რომელიც თავის მხრივ 2021 წლის 27 მარტს თეირანში გააფორმეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯავად ზარიფმა და ვან იმ, რის მიხედვითაც ჩინეთს 500 მილიარდამდე ინვესტიცია უნდა ჩაიდო ირანში, მაგრამ მაგის 1%-იც კი არ აქვს ჯერ შეტანილი. ამ ყველაფრის სანაცვლოდ იაფად აძლევს ირანი ნავთობს ჩინეთს, ხოლო თავდაცვის მიმართულებით ფაქტობრივად იგივე სახის შეთანხმება უნდა იყოს სხვადასხვა საერთო წვრთნები, გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ. ანუ არანაირი ვალდებულებას არც ერთი და არც მეორე მხარე არ იღებს. ცხადია, ღია კონფრონტაციაზე რუსეთი და ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ გადავა. მეტიც 28 თებერვლიდან მოყოლებული არც ერთი წყარო არ ადასტურებს, რომ ფართო მასშტაბიანი იარაღის მიწოდება ხორციელდება გინდა ჩინეთიდან და გინდა რუსეთისგან. კი არის რაღაც სპეკულაციები, რომ რუსეთმა უკვე მიაწოდა გარკვეული რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემა, კერძოდ ვერბა, რომელიც მხრის საზენიტო სისტემაა და ასევე ჩინეთმა სხვადასხვა წყაროს მიხედვით კამიკაძე დრონები, ანტისაჰაერო სისტემები უკვე გადასცა ირანს. ამასთან გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ გონი ყველა ხვდება, რომ რუსეთს და ჩინეთს რომ სდომოდათ აქტიურად იარაღით მომარაგება ირანის, ამას უკვე გააკეთებდნენ შესაბამისად, თუ არსებობს მცირე დახმარება და არანაირ სერიოზულ გავლენას არ მოახდენს დღევანდელ ბრძოლის ველზე. ახლა ნახეთ, ჩინეთს სუფთა ეკონომიკური თუ სამხედრო მიმართულებით გაცილებით მეტი ინტერესი და შესაძლებლობა გააჩნია ერთი მიაწოდოს იარაღი ირანს, ვინაიდან ომში არაა როგორც რუსეთი, ხოლო მეორე ეკონომიკური მიმართულებით ირანის ნავთობის 90% ჩინეთში მიდის და ამასთან ჰორმუზის სრუტიდან ჩინეთის მთლიანი ნავთობის წილის დაახლოებით 40% გადის. იგულისხმება მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნები. აქედან ვიგებთ, რომ ჩინეთს სუფთა ეკონომიკური მიმართულებით ძალიან აინტერესებს აღნიშნული რეგიონის ბედი. სწორედ ამიტომ ჩინეთი ნამდვილად არაპირებს ღიად დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მიუხედავად იმისა, აწვის თუ არა სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაციაც, მესამე მსოფლიო ომს ირანის გამო არავინ არ დაიწყებს, ისევე როგორც საქართველოს გამო ამერიკის შეერთებული შტატები მესამე მსოფლიო ომს, მაგალითად რუსეთთან, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს. ეგ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ანიბანი. პატარა ქვეყნისთვის არავინ არ იწყებს გავს დიდ კონფლიქტებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული ვითარება რუსეთისთვის არის იდეალური მოცემულობა. 12 მარტის მონაცემებით ბრენტ ტიპის ნავთობი დაახლოებით $100-მდეა. ომამდე იყო დაახლოებით $70. რამდენიმე დღის წინ კი საერთოდ $120-მდეც ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ძირითადად ურალს ბლენდ ნავთობი გააჩნია, ცხადია გლობალურმა კრიზისმა აღნიშნული ნავთობის ფასიც გაზარდა, რომელიც ომამდე იყო $45-მდე, ხოლო ახლა არის დაახლოებით
$75-80. ალბათ ხვდებით, რამდენად ხეირობს რუსეთის ფედერაცია ამ კონკრეტული მოვლენების შედეგად შექმნილი ვითარებით. კრემლმა დაახლოებით $7 მილიარდი გამოიმუშავა ომის დაწყების დღიდან. მაგრამ ცხადია, რუსეთისთვის ძიმე დარტყმა იქნება თუ მთლიანად დაკარგავს მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთი აქტიურად აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ირანს ამერიკული ბაზების თუ ინფრასტრუქტურის განლაგების შესახებ, რომ შემდეგ მიიტანოს დარტყმები ირანის ბალისტიკურმა რაკეტებმა თუ დრონებმა. ამ მონაცემებით დარტყმების შედეგად უკვე განადგურდა საკმაოდ ძვირად ღირებული ამერიკული სისტემები ახლო აღმოსავლეთში. კერძოდ, ყატარში მდებარე AN/FPS-132 ტიპის რადარი, რომლის ფასი დაახლოებით $1.1 მილიარდი $. ამასთან იორდანიაში და გაერთიანებულ საამიროებში განთავსებული AN ტიპი WAIS 2 რადარები, რომელთა ფასი დაახლოებით $300-დან $500 მილიონამდე ღირს. ასევე დაზიანდა სატელიტური კომუნიკაციის ტერმინალები და MQ-9 Reaper ტიპის დრონები, რომელთა ფასი დაახლოებით $30 მილიონამდე აღწევს. ამასთან გავრცელდა კადრები, როგორ ვარდება რამდენიმე ამერიკული საბრძოლო ხომალდი. სწორედ მაგ კადრებს უყურებთ ახლა, რომელთა საშუალო ფასი $100 მილიონამდე მერყეობს. ანუ რას აკეთებს ამ ვითარებაში რუსეთი? აწვდის ინფორმაციას ირანს, თუ სადაა განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამასთან მაინც და მაინც ენთუზიაზმით არაა ახსილი სამხედრო ინვენტარით დახმარებაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდი პრობლემაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამას ადასტურებს კი უიტკოფის ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ პირადად დაუკავშირდა რუსებს, კერძოდ პუტინის მრჩეველს იური უშაკოვს და მკაცრად გააფრთხილა, რომ არ მიაწოდონ ირანს ინფორმაცია ამერიკული ძალების მდებარეობაზე. რუსეთმა კი უარყო კონკრეტული განცხადებები, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ეგ უბრალოდ ფორმალური განცხადება იყო და მეტი არაფერი. მაგრამ გასაგებია, რომ ერთი ძალიან ხეირობს ამ ვითარებით რუსეთი, მეორე რაც უფრო ღრმად ჩაეფლობა ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ კონფლიქტში მეტად იხეირებს ის და მესამე უკრაინის თემა ამ ომმა გადაფარა. ანუ ის იარაღი, რაც ევროპელებს უნდა ეყიდათ და უკრაინისთვის გაეგზავნათ, ცხადია, ვეღარ წავა ზელენსკისთან. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სულ სხვა საჭიროებები გააჩნია. ზელენსკის განცხადებით ირანის ომის დროს ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ 60 დღეში გამოიყენეს 8-ზე მეტი პატრიოტ ანტისაჰაერო თავდაცვის რაკეტა, რაც უფრო მეტია ვიდრე უკრაინამ მთელი ომის განმავლობაში მიიღო. სულ დაახლოებით 600 რაკეტაზეა საუბარი. მოკლედ აქ დასკვნებით თქვენ თვითონ გამოიტანეთ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ხდება ახლა ბრძოლის ველზე და ირანს აქვს თუ არა იმის შანსი, რომ გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს და ამით გრძელვადიან პერსპექტივაში დიდად იხეიროს რუსეთმა. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. პირველი, ამერიკამ და ისრაელმა უკვე მიიტანა სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები. შედეგად დარტყმები განხორციელდა თეირანისა და ტონდგუიანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე შაჰრანისა და კარაჯის საწვავის საცავებზე, რამაც გამოიწვია მასშტაბური ხანძრები, შავი წვიმა და გარემოს დაცვითი კრიზისი. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, დარტყმა განხორციელდა ირანის წყლის ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ ყეშმის კუნძულზე მდებარე წყლის გამამტკნარებელ ქარხანაზე, რის შედეგადაც დაახლოებით 30 სოფელში წყალმომარაგება დაირღვა. ახლა რატოა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი? ნახეთ, ყურის ქვეყნები დამოკიდებული არიან წყლის გამამტკნარებელ ქარხნებზე. მათი უმეტესობა სწორედ ზღვის ან ოკეანის წყალს ამუშავებს და შემდეგ იყენებენ. რომ გაიგოთ რაზეა საუბარი, მაგალითისთვის საუდის არაბეთის 70%, გაერთიანებული საამიროების 42%, ქუვეითის 90%, ომანის 86%, ყატარის ფაქტობრივად 100% სწორედ მაგ გადამამუშავებელ წყალზე მოდის. ხოლო თუ ირანი მასობრივად შეუტევს მაგ ქარხნებს, რომელიც 400-ზე მეტი რაოდენობისაა მთლიანად რეგიონში, თავისუფლად შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნას, რისი რესურსიც ირანს გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს დაადასტურა ჯონ მირშაიმერმაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანალიტიკოსია თანამედროვე ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. და სწორედ ამის ძალიან კარგი დასტურია, რომ საპასუხოდ ისლამურმა რესპუბლიკამ მიიტანა დარტყმა უკვე ბაჰრეინის წყლის გადამამუშავებელ ქარხანაზე, რითაც საკმაოდ სერიოზული ზიანი უკვე გამოიწვია.
წყლის მიწოდება არ შეწყვეტილა, თუმცა ზიანი სახეზეა. ხოლო ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმას, რომ ისრაელის მიხედვით ირანს დაახლოებით 80,000 შაჰედის ტიპის დრონი გააჩნია, შეკრებითად ეს დაძაბულობა შეიძლება ძალიან მალე დიდ კრიზისში გადაიზარდოს, ჰუმანიტარული კრიზისიდან მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე. ამის ერთ-ერთი კარგი გამოხატულებაა სწორედ ეს სურათი, სადაც ჰორმუზის სრუტიდან რომ გადის კონკრეტული ენერგორესურსები, თუ რომელ ქვეყანაში მიემართება, მაგის აღნიშნული ინფორმაცია არის მოცემული. ალბათ ხვდებით, თუ ჰორმუზის სრუტე დიდი ხნის განმავლობაში ჩაიკეტა, რამხელა ეკონომიკური კრიზისი შეიძლება შეიქმნას მთელს მსოფლიოში. ამ ყველაფერს სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაციაც აცნობიერებს და Guardian-ის ინფორმაციით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უტკოფი უკვე ორჯერ დაუკავშირდა ირანელებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა უარი მიიღო. ეს ყველაფერი თუ სიმართლეა, რატომ თქვენი აზრით? თუ იცით, ვინ არის ახლანდელი ლიდერი ირანის რესპუბლიკის? სანამ საუბარს გავაგრძელებთ, აგერ აღწერაში არის მითითებული ჩემი ტელეგრამის ლინკი, სადაც ახალ ობიექტურ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი გარკვეული რაოდენობის ხალხი აგროვდება და მეორე, თუ გამოიწერთ ჩემ არხს, ძალიან დამეხმარებით და მომავალში გაცილებით საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ალი ხამეინის შვილი მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ახალი უზენაესი ლიდერია. 28 თებერვლის დარტყმების შედეგად მოუკლეს მამა ალი ხამეინი, დედა, შვილი, ცოლი და და სხვა ნათესავებთან ერთად. კადრები, რასაც უყურებთ, ზეიმია, როდესაც ის გამოაცხადეს ახალ უზენაეს ლიდერად. მოჯთაბა ხამეინს მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობა არასდროს ჰქონია, გავრცელებული ინფორმაციით მამამისის მთავარი მრჩეველი და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. და არის. მეტიც, ის ირან-ერაყის ომში კონკრეტულად 1986-88 წლებში მონაწილეობდა როგორც მოხალისე ხაბიბ იბნ მაზაჰირის ბატალიონში, სადაც 17-19 წლის ასაკში მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობა. ამ მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილებით მან აქტიური კავშირები დაამყარა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსთან და დიდი გავლენებიც სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა. ნახეთ, სულ ყველაფერს თავი გავანებოთ იმის ვარაუდი, რომ ახალი ლიდერის მიზანი შურისძიება არ არის სრული სისულელი, ან საერთოდ კაპიტულაციაზე წასვლის ვარაუდი ან ასე შემდეგ. ვინაიდან მას მთლიანი ოჯახი ამოუწყვიტეს. შესაბამისად, მაგ მიმართულებით უკან დახევა ნაკლებად სავარაუდოა. სწორედ ამას ადასტურებს 12 მარტს გავრცელებული მოჯთაბა ხამენეის განცხადება, რომლის მიხედვითაც უნდა გაგრძელდეს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, როგორც მტერზე ზეწოლის ინსტრუმენტი. რეგიონში არსებული ყველა ამერიკული ბაზა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე თავდასხმები განხორციელდება და ამასთან ირანი უარს არ იტყვის შურისძიებაზე მათი მოწამეების სისხლის გამო, ხოლო ეს საკითხი მუდმივად ღია იქნება, სანამ არ აღსრულდება ეს ყველაფერი. რა სიტყვით ჩანს, რომ ირანის ახლანდელი ლიდერი დანებებას აპირებს, ეგრე არ ჩანს ჯერჯერობით. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ირანი გაცილებით დიდ ზიანს ღებულობს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ვიდრე საპირისპიროს დაყენებს. მაგის კარგი გამოხატულებაა მთელი ირანი ფაქტობრივად დაბომბვების ქვეშაა. მაგრამ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი გაიმარჯვებს სახმელეთო ოპერაციის გარეშე, ცოტა რთულად წარმოსადგენია. გულისხმობ აიათოლების რეჟიმის დამხობას. ვინაიდან ეგეთი რამე ფაქტობრივად არასდროს არ მომხდარა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვა მხოლოდ საჰაერო დარტყმების შედეგად, განსაკუთრებით ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორიც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ხოლო თუ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელი გადაწყვეტს, რომ სახმელეთო ოპერაცია დაგეგმონ და განახორციელონ, ეს შეიძლება ძალიან დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს. რაც შეეხება ირანს, ნახეთ, თუ მართლა შურისძიებაა თვითმიზანი, წყლის ქარხნებზე დარტყმა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს ყურის ქვეყნებს. ისრაელიც კი 90% გადამუშავებულ წყალს მოიხმარს, თუმცა რამდენად შეძლებს მაგის დაზიანებას ირანი, საკმაოდ რთული საკითხია, ვინაიდან მისი საჰაერო სივრცე გაცილებით დაცულია ვიდრე სპარსეთის ყურის ქვეყნების. საბოლოოდ რას ფიქრობთ, იქნება მორიგი ხანგრძლივი ომი, რომელიც საერთოდ ჰუმანიტარული კრიზისით დასრულდება,
თუ მალევე ტრამპი გამოვა და იტყვის, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი დაუბომბეთ ირანს, მის აღდგენას დასჭირდება 10 წლეულები, შესაბამისად გამარჯვება ჩვენიაო. ამაზე პასუხი არ არის ნათელი, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა. საქართველოში არსებობს გარკვეული კატეგორია ხალხის, რომელიც ან ერთ ან მეორე ომში მონაწილე მხარეს გულშემატკივრობს. მეგობრებო, ეს არ არის ფეხბურთის მატჩი ან რაგბის. ეს არის ძალიან სერიოზული ომი, რომელიც შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. ამიტომ მხარეების არჩევა და გულშემატკივრობა ზედმეტი არის მაგ მიმართულებით და თავი გავანებოთ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მძიმე რეგიონის სიტუაცია შეიქმნას და ძალიან მძიმე დრო დაუდგეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ სხვადასხვა მხარის დაჭერას მოეშვათ ჩემი თხოვნა იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი, კარგად ბრძანდებოდეთ.